მოგესალმებით, ეს არის მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთი, საფეხბურთო შემეცნებითი პროექტი, სადაც გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფეხბურთის ცოდნაში. თამაშობს 20 გუნდი. დღეს მეორე ეპიზოდში გამოვლინდება უკვე ჩემპიონი და საუკეთესო სამეული. მოდით ვთქვათ კიდეც, საუკეთესო სამეული ჯერჯერობით არის 13 მაისი, მილანი 1899 პლუს და ჯალოროსი. ეს ტოპ 3 გუნდია. დანარჩენს ეკრანზე ხედავთ სხვა გუნდებს და დღეს გამოვავლენთ ჩემპიონს. ვისაც არ გინახავთ პირველი ეპიზოდი, აუცილებლად ჩართეთ და ნახეთ და შემდეგ დაიწყეთ მეორე ეპიზოდის ყურება. ჩვენი პარტნიორია ამბასადორი ბეთი, კომპანია, რომელიც ხარში გვიდგას და კომპანია, რომელიც ჩემპიონი გუნდისთვის აწესებს 1000 ლარიან ჯილდოს, ვიცე-ჩემპიონისთვის 600 ლარიანს და მესამე ადგილზე გასული გუნდისთვის 400 ლარიანს. ასევე ჩემპიონი გუნდისთვის არის 1000 ფრიბეთი, მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის 600 ფრიბეთი და ვინც მესამე ადგილს დაიკავებს, ის გუნდი მიიღებს 400 ფრიბეთს. ესეთი მაგარი ამბები გვაქვს, მე მგონი ტაშით შეგვიძლია გავხსნათ დღევანდელი ეპიზოდი. პირველი 4-ქულიანი შეკითხვა იქნება ეკრანზე. თქვენ მხოლოდ უნდა გამოიცნოთ, ვინ არის ჯამური რაოდენობებით ქალების და კაცების მუნდიალების მოგებებით პირველზე, მეორეზე ვინ არის და მესამე, მეოთხე თანაბრად არიან და ამიტომ გინდა ერთი დაწერეთ ზევით და გინდა მეორე დაწერეთ. სამი, ორი, ერთი დრო ამოიწურა. პირველ ადგილზე უნდა დაგეწერათ გერმანია. მეორე ბრაზილია. მესამე, ეხლა რა ქვეყანასაც ვიტყვი, ეს შეგიძლიათ მეოთხეთაც მოიაზროთ. იტალია, ამერიკა. ოთხქულიანი შეკითხვა ეკრანზე. ლიზბეთ ოვალიე და სანტიაგო მონტიელი. ამ ფეხბურთელების სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა ორ ვეტერან ფეხბურთელს. დაასახელეს სწორედ ის ორი ვეტერანი ფეხბურთელი. ვეტერანი ყველა გაგებით, როგორც ასაკში მყოფი მოთამაშე, ისე დასრულებული კარიერით. ამოიწურა. პასუხები მიღებულია და მე დავასახელებ ამ ორ ფეხბურთელს. პირველი ფერენც პუშკაში, მეორე მარტა. საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ FIFA-ს ეგიდით საუკეთესო გოლის ავტორის გადაეცემა კაცებში ფერენც პუშკაშის პრიზი და ქალებშიც ბოლო წლებამდე ასევე ფერენც პუშკაშის პრიზი გადაეცემოდა, მაგრამ თუ არ ვცდები 2 წლის წინ უკვე მარტას სახელი ეწოდა ამ ჯილდოს, ასე რომ სწორედ მარტა და ფერენც პუშკაში. 13 მაისი წინ გაიჭრა ცოტა გაზარდა ფორა, მეორე ადგილზე მყოთ ბადესპორტთან. ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ბადესპორტი შეიჭრა მეორე ადგილზე და მესამეზეა ჯერჯერობით მილანი 1899 პლუს, იქვე ახლოს არის ჯალოროსი და ასევე მინდა გავამხნევოთ ცოტა ქვემოთ მყოფი გუნდები, ყველაფერი წინ არის ამასობაში. პირველი მერცხალი, რომელიც თავიდან უკან იყო, მე მივაქციე ყურადღება, რომ სულად დაიწყეს, მაგრამ ამასობაში შესულა ტოპ 5-ში. ასე რომ ყველაფერი არის წინ. თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე შეიცვალა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა. შესაბამისად იყო ჩემპიონატები, რომელიც 24 გუნდით ტარდებოდა, მიყოლებით 32 და ასე შემდეგ. პოსტერზე ასახული იქნება ცვლილებები. აი შეიძლება იყოს 24, 1-24 ასახავდეს იმ რამდენიმე ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა 24 გუნდიანი ჩემპიონატი და შემდეგი ცვლილება, როცა დადგა, იყო 32 და გამოჩნდეს 32. გამოტოვებული იქნება 2 გრაფა და თქვენ ეს 2 გრაფა უნდა შეავსოთ ზუსტად. თუ იქნება სწორად შევსებული, მაშინ ჩაგეთვლებათ 4 ქულა. მაშასე წავიდა 1 წუთი და 15 წამი.
დრო ამოიწურა. იმატებს მღელვარება, იმატებს დაძაბულობა. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ასახული პირველ კითხვის ნიშანში. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა გუნდმა. ხოლო მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი ეს არის 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა გუნდმა. 13. თული შეკითხვა იყო, მე პირდაპირ ვთქვა. დავიჭიროთ ეს ტემპი და შემდეგი შეკითხვა ეკრანზე. ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში ჯგუფურ ეტაპს გულისხმობ. ტოპ 8 გუნდში ორი ისეთი გუნდია, რომლებიც წარმოადგენენ იმ ჩემპიონატებს, რომლებიც არ შედიან UEFA-ს ქვეყნების საკლუბო რეიტინგების ტოპ 10-ში. დაასახელეთ ეს ორი გუნდი. აი ჩვენ რო 54-ზე ვართ, აი იმ რეიტინგში 10-ში ამ გუნდების ქვეყნები არ შედიან. წავიდა 1 წუთი და 15 წამი. ყველანაირი დრო ამოიწურა და პირდაპირ დავასახელებ მიტიულანდი ფერენცვაროში. მიტიულანდი ფერენცვაროში. და როგორ გაიჭრა 13 მაისი 41 ქული წინ. ილანმა ეს ქულა ვერ აიღო და 32 ქულა აქვს და პირველი მერცხალიც ამ შემთხვევაში რჩება მესამე ადგილზე მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ვერ აიღო ეს ქულა ემოციების მიხედვით, როგორც მივხვდი. რეკორდმაისტერი ისევ ხუთეულშია, ბადესპორტი ხუთეულშია. მსოფლიო ჩემპიონატის წელი მოდის, მე განსაკუთრებულად მიყვარს ეს ტურნირი და ამიტომ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა დღეს სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. შემდეგი 4 ქულიანი შეკითხვა ეკრანზე. აფრიკული ნაკრებებიდან ყველაზე მეტჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე კამერუნი გავიდა 8, შემდეგ 7-7 კვალიფიკაციით მოდის 2 ქვეყანა, ერთი მაროკოა, დაასახელეთ მეორე, იგულისხმება მომავალ მუნდიალის სტატისტიკებით შესული, ანუ ხო გავიდა, ჯერ არ უთამაშიათ, მაგრამ კითხვაში არის რომ გავიდა, ამიტომ სტატისტიკებში ეს ასახულია. დაასახელეთ მეორე ნაკრები, წავიდა 1 წუთი, მხოლოდ 4 ქულაა სასწორზე. მაშასე მეორე ნაკრები, რომელიც 7 ჯერ გავიდა ტურნირზე და მათ შორის ბოლო მუნდიალზე, ეს არის ტუნისი. ტუნისი. მაშასე ბოლო 5 კითხვა რომ გამოვავლინოთ 2025 წლის ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი. ძალიან დაძაბული მდგომარეობა, თუმცა ლიდერი ცოტა წინ არის გაქცეული, მაგრამ ვინც ჩვენი თამაში იცის, მან ისიც იცის, რომ დასკვნით ეტაპზე, როდესაც 5 კითხვაა ჯერ კიდევ დასასმელი, 25 ქულაა სასწორზე. 25 ქულამ შეიძლება შეცვალოს აბსოლუტურად ყველაფერი, ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ამბასადორი ბეთი აწესებს ჯილდოდ 1000 ლარს ჩემპიონი გუნდისთვის, 600 ლარს ვიცე ჩემპიონისთვის და მესამე ადგილზე გასულ გუნდისთვის 400 ლარს. მაშასე მზად ვართ 5 ქულიანი ეტაპის დასაწყებად. პირველი 5 ქულიანი შეკითხვა ეკრანზე.
განმარტეთ პოსტერის შინაარსი, რა არის გამოსახული პოსტერზე, რის მიხედვით არის ეს ყველაფერი ასახული პოსტერზე. წავიდა 1 წუთი და 15 წამი. თქვენის ნებართვით მილანს მინდა ვესტუმრო და პატარა კომენტარი თხოვო. სანდრო ლოსაბერიძე, კაპიტანი გიორგი მელქაძე, ლიდერი, რომელი ისაუბრებთ ამ თემაზე. სანდრო, ჩამორჩენა არის. როგორი განწყობა გაქვთ? ტოპ 3-ეული საკმარისი იქნება ემოციურ დონეზე თუ მხოლოდ ჩემპიონობა? ჩვენ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის მაქსიმალურად. გიო, შენ რამდენად ოპტიმისტურად ხარ განწყობილი? ალბათ დღევანდელი მაქსიმუმი იქნება 3-ეული, იმიტომ რომ ეს კითხვაც სავარაუდოდ ვერ ავიღეთ და გაგვიჭირდება პირველი ადგილი და იმედია 3-ში მოვხვდებით. დიდი მადლობა მილანს, ძალიან მაგარ გუნდს. რაც შეეხება რა არის ასახული, ხო რაღაც სოფლიო ჩემპიონატების თარიღებია, ნაკრებების ლოგოებია, რაღაცის მიხედვით არის ეს დალაგებული. საქმე კი მეგობრებო იმაშია, რომ ეს არის ის თარიღები, ის სოფლიო ჩემპიონატები, რომლებსაც ამ ნაკრებებმა თავიანთ მაისურებზე, ლოგოებზე ასახეს ვარსკვლავები. ვარსკვლავები. შეიძლება ერთმა გუნდმა აიღო, არ ვიცი და ბონუს ქულა. სწორედ ამ წლებში გამოჩნდა პირველად 2006 წელს არგენტინის ფორმაზე 2 ვარსკვლავი, 2014 წელს ესპანეთის ფორმაზე და ასე შემდეგ. შემდეგი ხუთქულიანი შეკითხვა. გარი ნევილი ეშლი კოულს. რუნის ყველაზე მაღალი ხელფასი წელიწადში 17 მილიონი იყო, ჩემი კი მანჩესტერ იუნაიტედში მხოლოდ 1,750,000. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთამაშობდით. რამდენი იყო შენი ყველაზე დიდი ხელფასი? ეშლი კოული პასუხობს, რომ 200,000 კვირაში, ანუ დაახლოებით 10 მილიონი წელიწადში. ნევილი, რა უსამართლობა აშკარად მეც ვიმსახურები. კოული, ესია, როდესაც დაასრულეთ წინადადება 1 წუთსა და 10 წამში. ამოიწურა. ძალიან საინტერესო ფაზაში შევდივართ. მე მინდა ჩვენი YouTube მაყურებლებისთვის განმარტო, რომ მეხუთე ეტაპზე, როდესაც გვაქვს ხუთქულიანი შეკითხვები, აქ ხშირად არ არის აუცილებელი იცოდე ფეხბურთი ძალიან კარგად. სხვა ფაქტორები უფრო შემოდის და შეიძლება რაღაც ლოგიკამ უფრო მიგვიყვანოს სწორ პასუხამდე, ვიდრე რაღაც კონკრეტულად ფეხბურთის სოდნამ. ამასობაში პასუხები მიღებულია. ყველა პასუხი მიღებულია და რა თქვა, რა უპასუხა ეშლი კოულმა, რომ რითი გაამართლა, რითი დაამშვიდა, თუ არ ვიცი დაამშვიდა თუ ვერ დაამშვიდა ის, რომ ერთს 10 მილიონი ქონდა და მეორეს მხოლოდ 1,700,000 კარიერის პრაიმში, ასე ვთქვათ. ესია, როდესაც მისი აზდილი ხარ, მისი აკადემია გაქვს გავლილი. აკადემიიდან თუ მოდიხარ, შენ არ გაძლევენ იმპულს, რასაც იმსახურებ. ძალიან ძიმედ მიდის ხუთქულიანი ემოციებზე ვხვდები, რომ გუნდები ვერ იღებენ ამ ქულებს. და ჩვენ გვაქვს 9 ქულიანი სხვაობა ლიდერის და მდევარს შორის და დარჩენილი გვაქვს 3 შეკითხვა. ანუ 13 მაისს დღეს აქვს შანსი ზედიზედ მეორედ გახდეს ჩემპიონი, რაც რა თქმა უნდა ბრწყინვალე შედეგი იქნება, თუმცა ჯერ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. შემდეგი ხუთქულიანი შეკითხვა. 20 დეკემბერს პრემიერ ლიგაში გამართულ ტოტენჰემი ლივერპულის შეხვედრაში ლივერპული უკეთესი იყო როგორც მოედანზე, 1-2 მოიგო ლივერპულმა ეს თამაში, ისე მოედანს მიღმა. რა იგულისხმება მოედანს მიღმაში? წავიდა 1 წუთში. წამს ვამატებ ამ წუთს, იმიტომ რომ იგრძნობა დაბნეულობა და მძიმედ მიდიან გუნდები.
მაშასე 3, 2, 1, ყველანაირი დრო ამოიწურა. მაშასე მეგობრებო, 20 დეკემბერი ლივერპული ტოტენჰემი მოედანზე ლივერპულმა აჯობა და თუ მთლიანობაში შევხედავთ ასე ვთქვათ იმას რაც ხდებოდა მოედანს მიღმაც, იქაც ლივერპულის მხარე უკეთესი იყო და მოდით ნახოთ რა შეიყო უკეთესი. სრულად უმილია რას ნიშნავს ვერავინ ვერ გამოიცნობს. გაცილებით უფრო კარგები, ლამაზები და ადეკვატურები საახალწლო განწყობასთან იყვნენ ლივერპულის გულშემატკივრები. სანტა კლაუსის ფორმებში და არა ტოტენჰემის. ორი კითხვაა დარჩენილი, 9 ქულით ლიდერობს 13 მაისი, 5 ქულა არის თითოეულ კითხვაზე სასწორზე და ერთმა შეკითხვამ შეიძლება გადაწყვიტოს ჩემპიონის ბედი და მე მინდა სრული კონცენტრირებისკენ მოუწოდო 13 მაისაც მდევარ გუნდებსაც და ყველას, იმიტომ რომ აქ სამეულიც ირკვევა და არა მარტო ჩემპიონობის ბედი. მაშას შემდეგი 5-ქულიანი შეკითხვა ეკრანზე. როდესაც შვედეთი მასპინძლობს დანიას, ან პოლონეთი ანდორას, სატელევიზიო რეპორტაჟის დროს შესაძლოა თქვენი ყურადღება ერთმა სახალისო დეტალმა მიიქციოს. რაღაცნაირად ასახეთ, რა იგულისხმება კითხვაში. სამი, 2, 1 დრო ამოიწურა. ყველა პასუხი მიღებულია, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ვნახავთ ახლა, იქნება თუ არა საჩემპიონო ზეიმი. ვნახოთ 13 მაისი არის ახლოს ზედიზედ მეორედ გახდეს ჩემპიონი. მოდით ვნახოთ პირდაპირ პასუხი ეკრანზე. სამეტი მაისი. პოლონეთი, შვედეთი. ეს აბრევიატურა უნდა დაგეწერათ ან რაღაცნაირად განგემარტა და მეგობრებო, გთხოვთ ბოლო შეკითხვა დაგვრჩა, საუკეთესო სამეული გამოსავლენია. ბოლო 5-ქულიანი შეკითხვა ეკრანზე. ებერტონის რიგითი გულშემატკივრის ფრაზა. ამ შემთხვევაში შინაარსია მუღამი. გარდა იმისა, რომ ახალი სტადიონის აშენების შემდეგ ჩვენ საუკეთესო სტადიონი გვაქვს ქალაქში, ამიერიდან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ დაასრულეთ წინადადება. წავიდა 1 წუთი და 10 წამი. ერთი დრო ამოიწურა. მაშასე მეგობრებო, გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე საუკეთესო სტადიონი გვაქვს ქალაქში, თუ დააკვირდებით, ევერტონის სტადიონი არის ზედ მდინარის სანაპიროზე. ჩვენ ვართ მერსისაიდელები. მხოლოდ ჩვენ. მესამე ადგილზე მხოლოდ პირველი მერცხალი. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი მილანი 1899+, კიდევ ერთი ჩვენი გრანდი. ხოთ 13 მაის სცენაზე. ზედიზედ მეორე ჩემპიონობა, რაც მხოლოდ მეორედ ხდება ამ ჩემპიონატების ისტორიაში. ეს იყო ჩვენი მე-20 ჩემპიონატი, 13 მაისი მორიგი ჩემპიონი და ხედავთ რამხელა ემოციებია. თუ გიყვართ ფეხბურთი, აუცილებლად შემოგვიერთით. ეს არის მე-12 მოთამაშე ამბასადორი ბეთი. გამოიწერეთ ამბასადორი ბეთის YouTube არხი და მიავდევნეთ თვალი ჩვენ ეპიზოდებს. იყავით ჩვენთან შემდეგ ჩემპიონატებშიც.